მოგესალმებით შუადღე მშვიდობის. მოგესალმებით შუადღე მშვიდობის. დღეს უწყვეტი პროტესტის 71 დღე არის და ასევე უწყვეტი პროტესტი გარდა იმისა, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს. ერთ-ერთი მთავარი ეპიცენტრი არის საზოგადოებრივ მაუწყებლობათა მიმდინარე პროტესტი, სადაც ადამიანები ყოველდღიურ რეჟიმში იკრიბებიან და ითხოვენ ეთერებს ხალხისთვის. ვიცით, რომ თავდაპირველად რაღაცა შეთანხმება შედგა, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტის მხრიდან იქნა დარღვეული იმასთან დაკავშირებით, რომ კიდევ უფრო მეტი ეთერი უნდა დათმობოდა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლებს და ზოგადად ხალხს, განსხვავებული აზრებს მქონე ადამიანებს და ნაკლებად პოლიტიკურად აფილირებულ ადამიანებს, მაგრამ ეს შეთანხმება დარღვეული იქნა და არათუ დამატებითი ეთერის საშუალება დღის ეთერის მიცემა მოხდა, არამედ საღამოს ეთერების შეზღუდვაც და პირობის დარღვევაც ვიხილეთ ჩვენ და ახლაც რაღაცა ოდენობა ეთერის ეთმობა ადამიანებს, თუმცა ეს არ არის ის, რაზეც იქნა თავდაპირველად შეთანხმება მიღწეული. ვიცით, რომ ასევე 29 იანვარს მნიშვნელოვანი აქციის დღე არის ასევე საზოგადოებრივ მაუწყებელთან და სანამ უშუალოდ გადავალთ ამ თემაზე სასაუბროთ, მინდა რომ ერთი ვიდეო ვიხილოთ ამ აქციასთან დაკავშირებით. პირველი არხი ის არხია, რომელიც ხელმისაწვდომია საქართველოს ყველა რეგიონში. დღეს პირველ არხს საზოგადოების მართლის სიტყვა მძევლად ყავს აყვანილი. ჩვენი ტელევიზია დეზინფორმაციის სამსახურშია ჩაყენებული. საზოგადოებრივ მაუწყებელზე საზოგადოების ხმა არ ისმის. ბრძოლა პირველი არხისთვის საერთო პროტესტის უმნიშვნელოვანესი ფრონტია. როგორ შეიძლება იყოს სადავრო საზოგადოებრივი მაუწყებელი უნდა ეკუთვნოდეს ხალხს. პოლიტიკოსის ეთერი, ხალხის ეთერი არ არის. ხალხი იმსახურებს დამოუკიდებელ და მიუკერძოებელ ტელევიზიას. არტიულ პროპაგანდას პასუხობთ წინააღმდეგობით. ვითხოვთ სახალხო ეთერს და არხის ხელმძღვანელობის გადადგომას. შევიკრიბოთ საზოგადოებრივ მაუწყებელთან. დავიბრუნოთ პირველი არხი. 29 იანვარის 4 შაბათს საღამოს 7 საათზე. გიხმობთ ყველას, ვისი ხმაც არსად არ ისმის. 29 იანვარს საღამოს 7 საათზე საზოგადოებრივი მაუწყებლის წინ. ხო, ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენ ხშირად ვახსენებთ ხოლმე, რომ ინფორმაციულ ომში ვიმყოფებით, ჰიბრიდულ ომში ვიმყოფებით და ამ ომში ბრძოლის ერთ-ერთი იარაღი არის მედია და განსაკუთრებით საზოგადოებრივი მაუწყებელი, რომელთან წვდომაც მთელ საქართველოს აქვს და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი იყოს თავისუფალი და ასე ვთქვათ, საზოგადოების და ხალხის ხმა იყოს იქ. ობიექტურად აშუქებდეს ნამდვილად. დღეს ჩვენი სტუმრები არიან სალომე ჯაში, რეჟისორი და ვახუშტი მენაბდე, კონსტიტუციონალისტი. მოგესალმებით, დიდი მადლობა სტუმრობისთვის. მოგესალმებით, მადლობა რომ ჩვენთან ერთად ხართ. უკვე ძალიან დღეები აგრძელდება საზოგადოებრივ მაუწყებელთან, ასე ვთქვათ, პროტესტი. ხალხი ითხოვს ეთერს, ხალხი ითხოვს, ასე ვთქვათ, ხელმძღვანელობის გადადგომას და მოდი სალომე დავიწყოთ ზოგადად მნიშვნელობით, რამდენად მნიშვნელოვანია, რომ აღარ იყოს დატყვევებული საზოგადოებრივი მაუწყებელი და რაღაცნაირად საშუალება მიეცეს საზოგადოებას და მთელ საქართველოს, რომ რეალური ვითარება, ასე ვთქვათ, დაინახოს რა ხდება ქვეყანაში. რის საშუალებაც სამწუხაროდ ჩვენ არ გვაქვს დღეს. ჯერ დავიწყებ იმით უშუალებლად, რომ დღეს დატყვევებული არის მზია ამაღლობელი. მთელი ღამე არ მეძინა, იმიტომ რომ ვფიქრობდი, რომ ეს ქალი დღეს 16 დღე რაც მზიაში მშილობს და მაშინ, როდესაც ვთქვათ, ირაკლის არქოა გამოდის იმედზე და ამბობს, რომ კაცობა არის, რომ მან სხვა ადამიანს დაარტყა თავს დაესხვა სხვა ჯგუფურად. რომ ეს არის კაცობა, იმედის წამყვანები მას ტარს უკრავენ, რომ კი ეს არის მორალური, სწორი მორალური პოზიცია და დღეს სად არის კანონი, სად არის მორალი, როდესაც ქალი, რომელმაც შეურაცხყოფაზე პასუხად სილა გააწნა პოლიციელს, რომელიც არის მოძალადე. ჭყალებში პოლიციელს. ხო? პოლიციის თანამდებობაზე უფროს აჭარის პოლიციის ბათუმის პოლიციის უფროს და მას ამოქრება 4-დან 9 წლამდე. რა ტიპის საზოგადოება, რა ტიპის ქვეყანა და რა ტიპის სახელმწიფოზე საუბრობთ ჩვენ დღეს? ეს არის ძალადობრივ, სრულიად ძალადობრივ რეჟიმი და ეს ქალი ქალბატონი მზი არის ტყვე, რაღაცა სიმბოლო არის მთელი საზოგადოებისა და ეს არის ტყვე აი ამ სისტემის, ეს არის ტყვე ერთი კონკრეტული პოლიციელის.
და რომლის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. აბსოლუტურად დღეს არის 16 დღე შიმშილობის ის არის. წყლის გარდა არაფერს არ იღებს ხოლო წყალსვამს მისი ჯანმრთელობა დარწმუნებული ვარ რომ გაუარესებულია და ამაზე ჯერ ინფორმაციაც არ არის თუ რა მდგომარეობაში არის ეს კიდე ცალკე საკითხია რამდენად მნიშვნელოვანია რომ ვიცოდეთ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა და როგორ უნდა გადიოდეს ეს ადამიანი კონტროლს. და მინდა ვთქვა რომ სად არის აქ ეკლესია აი რაღაცა არ ვიცი მინდა ვთქვა რომ მისი კოლეგები ყოველ ღამე იკრიბებიან იმ ჯვართან რომელიც თვითნებურად აღმართეს ეგრეთ წოდებულმა რაღაცა ვითომ მორწმუნეებმა თვითნებურად აღმართეს რომელიც ჩემთვის ეს არის ძალადობის სიმბოლო ეს ჯვარი პარლამენტის წინ იმიტომ რომ ეს 5 ივლისიც ალბათ რაღაც ძალადობრივმა ჯგუფებმა უშუალოდ ჟურნალისტები დაარბიეს და დღეს ჟურნალისტები ზიას კოლეგები აი ამ ჯვართან რომელიც თითქოს რაღაც მორალის სიმბოლო უნდა იყოს და ქრისტიანობის სიმბოლო უნდა იყოს დგანან და ითხოვენ მზიამაღლობელის განთავისუფლებას და სად არის აქ აი თითქოს ჩვენი რაღაცნაირად ეკლესია რომელიც უნდა იცავდეს ადამიანს უნდა იყოს ჰუმანიზმის ქრისტიანობის ასე ვთქვათ გამომხატველი და სიმბოლო. არ ვიცი რაღაც დაუჯერებელ რაღაც სიგიჟეში ვარ. ჩვენ ქალბატონი ერთ-ერთურად ზოგადად გადაცემის პირველ ნაწილში მთლიანად მეორე ბლოკი ქალბატონ მზიაზე უნდა ვისაუბროთ თუ რა მდგომარეობაშია და ზოგადად როგორ ექცევა მას ეს სისტემა და დეტალებსაც გავივლით ჩემი საზოგადოების ფართოს. ხო სანდრო და ესეც არის დიქტატორული სისტემის სქემის ნაწილი არის რომ აი ასეთ მდგომარეობაში ასეთი უსამართლობის წინაშე დააყენოს საზოგადოება და განცდა დატოვოს იმის რომ აზრი არ აქვს ბრძოლას არაფერს არ გავაკეთებ და უკან არ დავიხებ ეს არის დიქტატორული სისტემის სქემა რომელიც სამწუხაროდ ძალიან ცუდად ვრთავდება ხოლმე მათთვის და მე იმედი მაქვს რომ ეს ძალიან მალე მოხდება იმიტომ რომ ესე უბრალოდ ვერ გაგრძელდება სალომე მესმის რომ ძალიან მძიმეა ყოველდღიურად უფრო და უფრო მძიმეა ჩვენი ემოციური მდგომარეობა მაგრამ უნდა გავაცნობიეროთ ის რომ საკმაოდ რთულ ბრძოლაში ვართ და რაღაცნაირად უნდა არა ეს ნორმალური ემოციური მდგომარეობა ნორმალურად და ზუსტად ამიტომაც აი უმნიშვნელოვანესია რომ ყველა მოქალაქემ მაქსიმალური გავაკეთოთ იმისათვის რომ აი ამ რაღაცნაირად ძალადობრივი მდგომარეობიდან არ ვიყოთ მსხვერპლი ის რომ მოვითხოვოთ მზიამაღლობელის განთავისუფლება იმ პოლიტპატიმრების განთავისუფლება რომლებიც აბსოლუტურად უკანონო ალბათ მზიასთან ერთად კიდევ ორი პატიმარი შილობს კი რევას კიკნაძე და ნიკოლოზ ჯავახიშვილი არიან ეს ადამიანები და ზუსტად აი როგორ პირველ კითხვას რომ დაუბრუნდა ზუსტად ამას ემსახურება ეს აქცია 29 იანვარს თქვა 2 თვის თავზე რაც დაიწყო აქციები საზოგადოებრივ მაუწყებელთან ეს აქცია არის კიდევ ერთხელ რომ შეძახილი იმისა რომ მნიშვნელოვანია რომ საზოგადოებრივ მაუწყებელზე ისმოდეს საზოგადოების ხმა ისმოდეს ის საკითხები რომელიც მნიშვნელოვანია საზოგადოებისთვის მე მაგალითად წინა კვირას გადავავლე თვალი თუ რაზე იყო მათი საღამოს ეთერები ეს იყო ბოლო ორი ეთერი იყო ტრამპის არჩევნებზე წინა კვირას რომელიც არაფერთან არ დაკავშირებული კი რაღაცა კავშირი აქვს მაგრამ რეალურად არ არის კავშირში იმ მიმდინარე მოვლენებთან იმ კრიზისთან რომელიც არის საქართველოში დღეს საზოგადოებრივ მაუწყებელი რომელიც ფინანსდება ჩვენი გადასახადებით პირველ არხს უშუალოდ 80 მილიონი ლარი აქვს იქ გადის რაღაც სრულად კონტექსტს მოწყვეტი მხატვრული ფილმები და სატელევიზიო ფილმები და არაფერი არ ისმის იქ იმაზე თუ რა ხდება სინამდვილეში საქართველოში გარდა მოამბისა რომელიც ძალიან მშრალად აშუქებს ვახუშტი საინტერესო არის როგორ უნდა ფუნქციონირებდეს საზოგადოებრივი მაუწყებელი ზოგადად როგორ უნდა ხდებოდეს ხელმძღვანელობის დანიშვნა თუ ბორდის ასე ვთქვათ არჩევა ნორმალურ დემოკრატიულ ქვეყანაში და რამდენად სწორია როდესაც საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელი არის ვთქვათ მთავრობის ასე ვთქვათ პარტიის მხარდამჭერი მოგესალმებით მივესალმებით ჩვენს მაყურებელს მეც მინდა დავიწყო სოლიდარობით მზიამაღლობელის მიმართ და ასევე თითოეული რეჟიმის ტყვის ჩვენ მათ უწოდებთ რეჟიმის ტყვეებს რადგან ისინი მძევლად ყავს აყვანილი ქართულ ოცნებას იმისთვის რომ დააშინოს ადამიანები მაგრამ სხვები დაანახოს აი თქვენც ესეთ მდგომარეობაში აღმოჩნდებით მაგრამ ჩვენ როდესაც ამ პროცესს ვიწყებდით, მზად ვიყავით ამისთვის და ეს არავის არ შეაშინებს, უბრალოდ უსამართლობის კიდევ ერთი მანიფესტაცია არის ამ ადამიანების უსაფუძვლო პატიმრობა. ეს შეეხება საზოგადოებრივ მაუწყებელს.
საზოგადოებრივ მაუწყებელს აქვს კონსტიტუციით განსაზღვრული ფუნქცია. ეს არის ტელევიზია, რომელიც მოქალაქეებს აცნობებს და საქმის ყურში ამყოფებს იმ პროცესების შესახებ, რომელიც მიდის ქვეყანაში და კონსტიტუციაში ხაზგასმის წერია, როცა ჩვენ კონსტიტუციას წერდით ახალ რედაქციას, მაშინა იქ ჩვენ მუშაობდით ამ მუხზე და ხაზგასმით ჩაიწერა ეს ახალი შესწორება არის კონსტიტუციაში 2017 წლის იქ ხაზგასმით ჩაიწერა რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი უნდა იყოს თავისუფალი ფინანსური და პოლიტიკური გავლენებისგან. და შემდეგ არსებობს უკვე კანონმდებლობა ხო საზოგადოებრივი მაუწყებლის სტატუსს რაც განსაზღვრავს ხო მაუწყებლობის შესახებ და არსებობს უკვე შიდა სტანდარტები საზოგადოებრივი მაუწყებლის. საზოგადოებრივი მაუწყებელი ამას არღვევს და ამას აჩვენებს არა მხოლოდ ჩვენი თითოეულის განცდა, იმიტომ რომ საქართველოს ყველა მოქალაქე მიცის ასაკეთებს საზოგადოებრივი მაუწყებელი. ახლა არამედ ამას აჩვენებს რამდენიმე დამოუკიდებელი კვლევა, ეს არის ჟურნალისტების დამოუკიდებელი ჟურნალისტების ეთიკის ქარტიის კვლევა, ეს არის EUTODIR-ის კვლევა საერთაშორისო დოკუმენტი თუ გვინდა არჩევნების წინა შეფასებასთან დაკავშირებით და ეს არის თავად საზოგადოებრივი მაუწყებლის შიდა მონიტორინგის ანგარიში. ესე იგი, როგორც დამოუკიდებელი, ისე საერთაშორისო ქართული დამოუკიდებელი, ისე საერთაშორისო დამოუკიდებელი თავად საზოგადოებრივი მაუწყებლის შიდა კვლევა თანხვედრაში ერთმანეთთან, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი ვერ ართმევს თავს იმას, რომ საზოგადოებას მიაწოდოს ის ინფორმაცია, რომელიც მან უნდა გააკეთოს. ეს არის და როგორ არასაკეთებს სამაგიეროდ ის მუშაობს ხელისუფლების სასარგებლოდ და მას აქვს არჩეული პოზიცია, ხო? ყველა ტელევიზიას აქვს ვალდებულება, რომ საზოგადოებას მიაწოდოს ინფორმაცია. სამწუხაროა ჩვენთვის, რომ აი ესეთი პოლარიზებული გარემო გვაქვს ქვეყანაში და მედია არიან პოლარიზებული პოლიტიკური პროცესის ნაწილი, ხო? ერთი მხრივ ჩვენ გვაქვს სამთავრობო ტელევიზიები, მეორე მხრივ ჩვენ გვაქვს ოპოზიციური ტელევიზიები, ხო? და ეს შეიძლება ეთიკური სტანდარტების თვალსაზრისით იყოს შესაძლებელი, მაგრამ ამისი შესაძლებლობა არსებობს, ხო? კანონმდებლობით. ყველა დამოუკიდებელ ტელევიზია შეუძლია აირჩიოს საკუთარი სარედაქციო პოლიტიკა, მაგრამ რაც შეეხება საზოგადოებრივ მაუწყებელს, ეს არის განსხვავებული ტელევიზია, რომელიც უნდა ემსახურებოდეს საზოგადოებრივ ინტერესებს. მას არ აქვს უფლება აირჩიოს მხარე. აი თქვენ გაქვთ უფლება აირჩიოს მხარე, სხვა ტელევიზიას აქვს აირჩიოს მხარე უფლება, მაგრამ ეს მოგწონს არ მოგწონს სხვა საკითხია, ხო? მაგრამ საზოგადოებრივ მაუწყებელს ამისი უფლება არ გააჩნია. და ჩვენ ზუსტად ახლა საზოგადოებრივ მაუწყებელსთან ვიკრიბებით, იმიტომ რომ მას ვთხოვთ, რომ საკუთარი ვალდებულება შეასრულოს, რომელიც კანონმდებლობით აქვს დაკისრებული. ის 1 საათიც, რაზეც თქვა დეკემბერში მიიღწა შეთანხმება და რომ აი 1 საათიც არ იყო რეალურად იყო 40 წუთი, ხო, მაქსიმუმ 45 წუთი. ხანდახან ცოტა ნაკლებიც. ემსახურებოდა რას? რომ აი იმ 1 საათის განმავლობაში მაინც საკუთარი ფუნქცია შეესრულებია და დანარჩენი 23 საათი გაეგრძელებია ის, რაც ცუდი იყო, რომ იმას აგრძელებდა, მაგრამ ეს 1 საათი მაინც მოვიპოვეთ მაშინ აი მოლაპარაკებების შედეგად. მაგრამ უკვე ახალი წლის შემდეგ არაფერ დროს აღარ უთმობს, საერთოდ არაფერ დროს აღარ უთმობს იმ შეთანხმებას, რომელიც შედგა. ისინი ამბობენ, რომ ღია ეთერი გრძელდება. სინამდვილეში ღია ეთერი არ გრძელდება. არავითარი კომუნიკაცია საზოგადოებრივ მაუწყებელსა და საინიციატივო ჯგუფს შორის აღარ არსებობს. ყველა ზარი უპასუხოდ რჩება, ყველა საკომუნიკაციო არხი გაწყვეტილია. და ისინი ამბობენ, რომ ჩვენ გავაგზავნებთ ისე, როგორც გვინდა და უყურებთ, როგორც აგრძელებენ, ხო? 90%-ში მათ მიყავთ ის ადამიანები, ვინც მათთვის სასარგებლო და ხელისუფლებისთვის სასარგებლო ვილაპარაკებენ. ამიტომ ახლა ჩვენ ვამბობთ იმას, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი პირველი არ გვაქვს კანონმდებლობით მასზე დაკისრებულ ვალდებულებას, მეორე საზოგადოებრივი მაუწყებელი არ გვაქვს შეთანხმებას, რომელიც შედგა იმ შეთანხმებაში ჩვენ მე ვიყავი მოლაპარაკებაზე და იქ ითქვა სანამ კრიზისული სიტუაცია გაგრძელდება საქართველოში, მანამ ეს ეთერი იქნება. კრიზისი გრძელდება, ეთერი აღარ არის. უბრალოდ ისინი აფასებენ, რომ ეს ეთერი არის. ხო, მაგრამ არ არის, იმიტომ რომ ეს შეთანხმება რაზე იყო, რომ ყოველ დღე 40 წუთს საინიციატივო ჯგუფს დაესწრო. ოღონდ საინიციატივო ჯგუფი რაღაცა საკუთარ წევრებს კი არ აგზავნიდა იქ, ხო? საზოგადოებრივ მაუწყებელში საინიციატივო ჯგუფი აგზავნიდა
იმ ადამიანებს, რომელსაც შეიძლება ზოგიერთ შემთხვევაში საერთოდაც არ ეთანხმებოდა საინიციატივო ჯგუფი. ძალიან დიდი მრავალფეროვნება იყო. ხო? ანუ ათეულობით ადამიანი შევიდა. ესეც არ უნდათ. ამის კონტროლი დაიწყეს და ეს სივრცე მთლიანად ჩაქოლეს. და მესამე რასაც საზოგადოებრივი მაუწყებელი არასწორად აკეთებს. ეს არის საკუთარი ჟურნალისტებისადმი მოპყრობა. ჟურნალისტებმა, საზოგადოებრივი მაუწყებელი ჟურნალისტებმა, ტელევიზიაში დასაქმებულმა ადამიანებმა, საზოგადოებრივი მაუწყებელს მენეჯმენტს უთხრეს, რომ ჩვენ გვინდა გავიდეთ დღის ეთერში. ჩვენ გვინდა საზოგადოებას ვაცნობოთ ის რაც ხდება ქვეყანაში. ჩვენ გვინდა შევასრულოთ ჩვენი პროფესიული ვალდებულებები. ხო? მე ვარ ჟურნალისტი, ჩემი ვალდებულება არის საზოგადოებას მოუყვება ხდება ქვეყანაში. ამბობს საზოგადოებრივი მაუწყებლის ათეულობით ჟურნალისტი და სხვადასხვა პერსონალი, ხო? რეჟისორები, ოპერატორები, გამნათებლები და ასე შემდეგ და წამყვანები, რეპორტიორები. და საზოგადოებრივი მაუწყებელმა უთხრა, რომ იცით რა, ჩვენ ახლა ამის საშუალება არ აგვაქვს ტექნიკურად, იმიტომ რომ გადავდივართ ახალ შენობაზე და ტრანზიციის პროცესში ვართ. იქ ადგა ადამიანი, ვისაც ევალება სტუდიის გამართვა, გაშვება, გადაღება და უთხრა, რომ არა მეგობრებო, რეჟისორი ადგა და თქვა, რომ მაქვს ამის საშუალება, ოპერატორი ადგა და თქვა, მაქვს ამის საშუალება, გამნათებელი ადგა და თქვა, გვაქვს ამის საშუალება, თქვენ მენეჯმენტი ხართ, ჩვენ ტექნიკურად ვაკეთებთ ამას და თქვენ გეუბნებით, რომ ამის საშუალება დღეს ტელევიზიას აქვს. მოგვეცით შესაძლებლობა, რომ შევასრულოთ ჩვენი პროფესიული ვალდებულება. ამაზე მენეჯმენტმა უპასუხა, რომ არა. თქვენ ამისი საშუალება ჩვენ არ მოგვცეთ, იმიტომ რომ ჩვენ ვწყვეტთ რა მოხდება ამ ეთერში. ეს არის მესამე რომ საკუთარ ჟურნალისტებს საზოგადოებრივი მაუწყებელი არ აძლევს შესაძლებლობას განახორციელოს საკუთარი პროფესიული ვალდებულება და არ ღვევს ამ ხალხის კონტრაქტებს. გარდა იმისა, რომ კანონს არის კონტრაქტში საზოგადოებრივი მაუწყებელი როგორც დამსაქმებელი ვალდებულია შეუქმნას სამუშაო პირობები ადამიანებს. და ის არ უქმნის სამუშაო პირობებს ადამიანებს. უწესებს თვითცენზურას, რომელიც უწესებს ართმევს ეთერს, ხო? ამიტომ ჩვენი მოთხოვნები რა არის? ჩვენი მოთხოვნები არის დაბრუნდეს ის ეთერი პრაიმ ტაიმში ამ ჟურნალისტებს მიეცეთ შესაძლებლობა, რომ საკუთარი პროფესიული მოვალეობა შეასრულოს და გავიდეს დღის ეთერში და მესამე გადადგეს საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტი, იმიტომ რომ ის ვერ ართმევს თავს და ბოროტი განზრახვით ვერ ართმევს თავს, უბრალოდ არ ართმევს თავს იმ ვალდებულებას, რომელიც მას ეკისრება კანონმდებლობით. შიდა რეგულაციებით და კონტრაქტებით, რომელიც ამ ადამიანებთან აქვს და არ არსებობს რაღაცა სამართლებრივი პატარა წესი, რომელიც არ დაარღვია ამ მენეჯმენტს. ხო, ამიტომ აი ეს ყველაფერი ჩვენ გვაძლევს იმის შესაძლებლობას, სურვილს და ვალდებულებას, რომ ეს გავაპროტესტოთ. ამიტომ ჩვენ ყოველდღე ვიკრიბებით საზოგადოებრივ მაუწყებელთან, მაგრამ 29-ში ზეგ 4 შაბათს საღამოს შვიცაზე 2 თვე ხდება ამ პროტესტის დაწყებიდან და ჩვენ გვინდა რომ ყველა ადამიანს მოვუწყოდოთ აი ამ თარიღის და ამ ბრძოლის 2 თვის თავის აღსანიშნავად მოვიდნენ, შემოგვიერთდნენ და საზოგადოებრივ მაუწყებელს მოვთხოვოთ იმის გაკეთება, რაც მათ კანონით ევალებათ. სალამეთ, თქვენთან მექნება, კითხვა პრინციპში ორივესთან მექნება ეს კითხვა, იმიტომ რომ კითხვის ინტერპრეტაციის საშუალება აქვს, იმიტომ რომ მაინტერესებს თქვენ როგორ ფიქრობთ, რატომ წამოვიდა პირველ რიგში დათმობაზე, ბრწყალებში დათმობაზე, იმიტომ რომ ვიცით რომ შეთანხმება უკვე დარღვეული, მაგრამ პირველ ეტაპზე იგრძნობოდა რომ რაღაცა ტიპის შიში გააჩნია იმ საზმაუს მენეჯმენტს, მასში ნახეთ ვასილ აღულფერიძე იყო გარეთ გამოსული და შეთანხმება მიღწეული იქნა და რაღაც პერიოდი ეთერები ეთმობოდათ, ხო? ანუ რა იყო ის ფაქტორი, რის გამოც მათ რაღაცა უკან დახევა გააკეთეს, შემდგომ კი ასე ვთქვათ შეჩერდა ეს ყველაფერი და საერთოდ კონტაქტს აღარ გამოდიან, როგორც ვიცი, ხო? რუსული კანონივით გააკეთეს. რას ფიქრობთ, რატომ მოხდა ეს და თუ შეგვიძლია იგივე იმის გამეორება, თუნდაც 29 შეიძლება ემსახურებოდეს ამ ყველაფერს. ხო, მე ჩემი აზრით მოხდა არც რა. ხო, აი მაგიტო ორივესთან მექნება ეს შეკითხვა. მე მგონი ორი ფაქტორი იყო. ერთი იყო ცოტა შოკის ფაქტორი. მოულოდნელობა. მოულოდნელობა და ის რომ ამდენი ადამიანი მოვიდა
და მივიდა იქ მოითხოვა ეთერი და ეს იყო საკმაოდ ხმაურიანი მოთხოვნა და რაღაც იძულება იმაზე რომ არხი რაღაც კომპრომისზე წამოსულიყო, ან შეთანხმებაზე წამოსულიყო ეს ერთი. და მეორე ის რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი არის ევროპის მაუწყებელთა კავშირის წევრი. და ევროპის ვიცით ევროპული სტანდარტი რომ მაუწყებელი უნდა იყოს მიუკერძოებელი, უნდა წააშუქებდეს იმას, რაც არის საზოგადოების ინტერესი და რაღაცნაირად ჩემერთ ეს იყო ასევე მათი მცდელობა რომ მოჩვენებითად მაინც რაღაცა თქულა ჩაეწერათ მათ რაღაც ევროპულ კავშირში რომ ისინი აი ყველას ხმას აჟღერებენ აქ. აი მე მგონი ეს ორი ფაქტორი იყო. და შემდეგ როგორც გააგრძელეს ეთერი, ასე ვთქვათ, იანვრის სახიფათო აღმოჩნდა მათთვის ეს ეთერები. მე მგონი რომ სახიფათო აღმოჩნდა და ამიტომაც შეჩერდა. დიახ, ჩემთვის სახიფათო აღმოჩნდა. თუმცა ძალიან საინტერესო ეთერები იყო დეკემბერში, არ ვიცი თუ უყურებდით ან თქვენი მაყურებელი თუ უყურებდა. სხვა შორის რეიტინგიც ამ დროს მოემატა საზოგადოებრივ მაუწყებელს. ჩვენ მეც ვიყავი ერთ-ერთი ამ საინიციატივო ჯგუფში, რომელიც ცოტა ყადაღებულად ჟღერს, თუმცა ჩვენი მიზანი არასოდეს არ ყოფილა რომ ჩვენ როგორც საინიციატივო ჯგუფი შევსულიყავით ეთერში, ეს არ იყო, ჩვენ გვინდა ძალიან ფართო სპექტრი მოგვეწვია ამ ეთერში და მართლაც აი სხვადასხვანაირი ადამიანები ზოგჯერ კი კრიტიკას მოდიოდა ჩვენს მიმართ, ეს რატო არჩიეთ, ან ის რატო არჩიეთ, პირიქით ეს მრავალფეროვნება, რაც აკლია საერთოდ მედიას, თქვენს არხსაც და სხვა არხებსაც, ზუსტად აი ესეთი მრავალფეროვნების პრეცედენტი გვინდა შეგვექმნა და რაღაც 80 სტუმარი მაინც გამოვიდა თან საკმაოდ გენდერულად და ძალიან დაბალანსებული, 50-50-ზე ყავდა, როცა მათ ყავდათ რაღაცა 10%-იც არ იყო ქალები, ზირთად კაცები და ერთ და იგივე კაცები თან. ან მესამე წრეზე რომ წავიდნენ, მერე გაწყვიტეს ამოეწურათ რესურსი და გაწყვიტეს ეთერი. და მე მგონი რომ საშიში აღმოჩნდა, საშიში რა, ანუ ხო მათთვის საშიში, იმიტომ რომ აი ეს სტუმრებიც საკმაოდ როგორც თქვა, ესეთ იქნებოდა რაღაც კრიტიკული აზროვნების სფერო. და ეს კრიტიკული აზროვნების სივრცე ზუსტად არის ის, რაც გვაკლია დღეს საქართველოში. ყველაფერი ძალიან სწორხაზოვანი, ეს თეთრია, ეს შავი, ესე უნდა იყოს, ეს ცუდია, ეს კარგი. აი ესეთ რიტორიკაში არის დღეს ისმის დღეს ესეთი დისკურსი არის დღეს მედიაში. და აი ამ დეკემბრის საღამოებში ხო, როგორც საღამოს საუბრები ისმოდა აი ეს მრავალფეროვნება, ხმათა მრავალფეროვნება, რომელიც აი კრიტიკულ დისკურსს ქმნიდა. და ჩემი აზრით, მე მგონი რომ ეს მათთვის საშიში აღმოჩნდა. მე ესე ვფიქრობ. ვახუშტი, თქვენ რას ფიქრობთ? სხვათა შორის, აი საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტი ამას ხშირად ამბობდა, რომ საინიციატივო ჯგუფი ერევა სარედაქციო დამოუკიდებლობაში რა და ეს ხო ესე არ იყო. სინამდვილეში ძალიან მარტივი სქემა მუშაობდა, ხო? აი თქვენ დღეს რო ჩვენ მოგვიწვიეთ ამ ეთერში. თქვენ დაუკავშირდით საინიციატივო ჯგუფს და უთხარით, რომ აი თქვენგან გვჭირდება ორი ადამიანი, ვის გამოყოფთ, რომ მოვიდეს და ისაუბროს იმ 29-ის აქციაზე, ხო? აი რა და იქ გადაწყვიტა, ვინც არის თქვენთან კომუნიკაციაზე პასუხისმგებელი პირი, რომ ჩვენ ორი წამოსულიყავით. ესე იგი, თქვენ იკითხეთ ორი ადამიანი ვინ წამოვა და იმათ გამოგვიშვეს ჩვენ. ეს ხო არ არის სარედაქციო, ეს არის თანამშრომლობა. თქვენ გინდათ, გჭირდებათ ადამიანები, საინიციატივო ჯგუფმა მოგაწოდოთ ეს ადამიანები, რომლებიც დღეს ახლა ჩვენ ვსაუბრობთ ამ საკითხზე. იგივე სქემა მუშაობდა აბსოლუტურად იქაც. ჩვენ მივედით საზოგადოებრივ მაუწყებელთან და უთხარით, ჩვენ ფიქრობთ, რომ საზოგადოების წუხილები უნდა ისმოდეს ეთერში. საზოგადოებრივ მაუწყებელმა გვითხარ, კი ბატონო, თანახმავართ. გამოგვიგზავნეთ დღეს ორი ადამიანი, გაუგზავნეს ვიღაც ორი ადამიანი, ხვალაც ორი ადამიანი. უბრალოდ ჩვენ ვამბობთ, რომ ყოველდღიურად ეს იყო მოთხოვნა, რომ ყოველდღიურად ისმოდეს. აქ რა არის უსამართლო. საზოგადოებრივი მაუწყებელი ამას დათანხმდა. ეს არ არის უსამართლობა, რომ იმიტომ რომ მისი ვალდებულება, რომ საზოგადოების სხვა გააჟღეროს ჩვენი წუხილებზე საუბრის შესაძლებლობა მოგვცეს. მაგრამ კონკრეტულად ვინ ილაპარაკებდა ამ წუხილებზე, აი ამ საინიციატივო ჯგუფიდან, ხო? ამას უბრალოდ საინიციატივო ჯგუფიდან არც არავინ არ ლაპარაკობდა, საინიციატივო ჯგუფიდან არჩევდა, საინიციატივო ჯგუფი არჩევდა საზოგადოების წარმომადგენლებს, ხო? და მიდიოდა ეს ორი ადამიანი და საუბრობდა იმაზე, რაზეც თვითონ თვლიდა. საჭიროა ხშირად საინიციატივო ჯგუფმა არც კი იცოდა რაზე ილაპარაკებდა ეს ადამიანი, რა პერსპექტივით შეხედავდა ამ ყველაფერს, ხო? ეს იყო თანამშრომლობის შესანიშნავი მაგალითი და არა
რაიმე სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევა. იქ ხო არ ეუბნებოდა ჟურნალისტს ვიღაცა შენ ეს კითხვა დასვი, ეს კითხვა არ დასვა, მერე ჩემს მერე ეს მოიწვიე, ეს არ მოიწვიო. ღია პროცესი იყო უბრალოდ იმ ნახევარი თუ 40 წუთისთვის განისაზღვრებოდა საინიციატივო ჯგუფის მიერ ის ადამიანი, ვინც ამაზე ილაპარაკებდა. ეს არც პროდიუსერის საქმიანობაში ჩარევა იყო და არც წამყვანის და ამან შექმნა სწორედ ეს პროცესი. აი ეს მაგალითი, ხო? სხვადასხვა ძალიან კარგი იქნება თუ ამ მაგალითს გადაიღებენ კერძო ტელევიზიები. ჩვენ იმას ვთხოვდით, იმიტომ რომ ვალდებულება არის საზოგადოებრივ მაუწყებელს, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია რეკომენდაცია გქონდეს თქვენთანაც და სხვა კერძო ტელევიზიებთანაც, რომ თუ გადაიღებთ ამ ფორმატს, შეიძლება ეს საინტერესო იყოს თქვენთვისაც და სხვა ტელევიზიებისაც. მაგრამ ყველაზე დიდი პრობლემა არის ის, რომ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ჩათვალა, რომ აი ეს ღია სივრცე არის პრობლემა მისთვის. და პრობლემაა რომ კი აიღებს ამას თქვა კერძო ტელევიზიები, მაგრამ წვდომა მთელს ქვეყანაში ეგ არის პრობლემა, რომ აქ საზოგადოებრივ მაუწყებელს იმიტომ ბევრი სხვა აკრიტიკი არ არის. ბევრი ადამიანი რამდენი პარტნიორებთან შევდივარ ხოლმე ციხეში, ზოგ საპატიმროში საერთოდ არხი არის. ეს არის ერთ-ერთი მთავარი კი, საზოგადოებრივ მაუწყებელი აქვს საზოგადოებრივ მაუწყებელს ვაფინანსებთ ჩვენ და მას აქვს ძალიან კარგი ინფრასტრუქტურა, რომ მიაწოდოს ეს ინფორმაცია საზოგადოებას. ახლა რატომ მიიღეს ეს გადაწყვეტილება? ერთი არის აი ეს საკითხები, რაც სალონში ჩამოთვალა, ეს საკითხები ამას აბსოლუტურად ვეთანხმები, რომ თვითონ საზოგადოებრივ მაუწყებლისთვის ჩათვალო ეს მისთვის პრობლემა იყო, რაც ტრაგედიაა თავისთავად, მაგრამ მეორე ფართო სურათში ამას ის უნდა დავამატოთ, რომ რეჟიმმა გადაწყვიტა, რომელიც აკონტროლებს საზოგადოებრივ მაუწყებელს, რომ ის უკან დახევები, რაც დეკემბერში მას ჰქონდა, შეავსოს იანვარში. და ერთ-ერთი ასპექტი იყო სწორედ საზოგადოებრივ მაუწყებლის ამ ეთერის დაბრუნება. მეორე არის ადამიანების დაჭერა, რასაც იგივე მზია ამაღლობელის თავისუფლება შეეწირა, ხო? ანუ დეკემბრამდე ხელისუფლება უკან დგამდა ნაბიჯებს. ის წინააღმდეგობა მოახერხა, რომ ქართულმა ოცნებამ უკან დაიხია. უკან დაიხია, იმიტომ რომ ბრუტალური ძალადობა შეწყვიტა, უკან დაიხია, იმიტომ რომ საზოგადოებრივ მაუწყებელზე ეთერი დათმო და ასე შემდეგ. მაგრამ იანვრიდან მან გადაწყვიტა, რომ აი ეს უკან დახევები, რაც ჰქონდა და უპირატესობა, რაც წინააღმდეგობის მოძრაობას ჰქონდა მასთან მიმართებაში, შეავსოს, ხო? და ამის ნაწილი იყო ის, რომ მან დაიწყო ახალი ენერგიით ადამიანების თავისუფლების აღკვეთა, მან დაიწყო იმ კანონების აღსრულება, იმ ბრუტალური კანონების, უკანონო კანონების, რომელიც ამ არალეგიტიმურმა პარლამენტმა მიიღო და დაამტკიცა და უკვე ათობით ადამიანი არის დაბარებული სასამართლოში, აი ამ გაზრდილი ჯარიმების და სხვა უფრო მძიმე პასუხისმგებლობების დასაკისრებლად. და საზოგადოებრივ მაუწყებლის ეთერზე უარის თქმაც იყო აი ამ ყველაფერს ამ გლობალური უპირატესობის დაბრუნების ნაწილი რეჟიმის მხრიდან. მაგრამ ცხადია, ჩვენ ბრძოლას ვაგრძელებთ და დარწმუნებული ვართ, რომ ეს ბრძოლა ჩვენ შედეგებს მოგვიტანს. არავის არ ეშინია იმ კანონების, რომელიც მათ თვითონვე გახადეს ეს კანონი არასაშიში იმდენად თვითნებურია. ანუ მნიშვნელობა არა აქვს მე რამეს დავარღვევ, არ დავარღვევ, ეს კანონები ისეთია, რომ ნებისმიერ მომენტში შეუძლიათ პასუხისმგებლობა დამაკისრონ და თუ მე ვიცი, რომ ამ კანონისგან თავის დაღწევის შესაძლებლობა არ მაქვს, რა თქმა უნდა, სიმართლეს მომემსახურები და უკან არ დავიხევ, იმიტომ რომ სიმართლეს მომემსახურები თუ არ მომემსახურები, მაინც შეუძლია პასუხისმგებლობა და იმდენად განუჭრეტელი და ბუნდოვანია ეს კანონები. ხო, მაგრამ მეც მიფიქრია ამაზე, ძალიან უსუსური კანონებია, ძალიან უსუსურები არიან ის ადამიანები, ვინც ამ კანონებს იცავენ და კარნახობენ, როგორ უნდა მოვიქცეთ. ძალიან სასაცილოა, კომიკური არის, მაგრამ თან ამავდროულად არის საშიში, იმიტომ რომ ხვდები, რომ ამან ისე შეიძლება რაღაცა მომენტში გავნოს და გატკინოს, რომ
აი მან ცოტა მან კანონი არაფერ შუაში არ არის. ჩვენ იმიტომ კი არ დაგვაკისრებენ პასუხზე ჯარიმას ან რაღაც ადმინისტრაციულ რამდენდღიან პატიმრობას, რომ მე კანონი დავარღვია, ჩვენ კანონი დავარღვიეთ. არა. აქ კანონი საერთოდ ანუ კანონი აღარ მნიშვნელობს ამ პროცესში. მას უბრალოდ მოუნდა რომ დაგაკავოს, მოუნდა რომ სახელმწიფოდან გაგაგდოს. მოუნდა რომ ადმინისტრაციული პატიმრობა მოუნდა რომ რაღაცა შემთხვევით თითით რო შეეხები ძალადობის მუხლით გაგასამართლოს. აქ სრული ბუნებით ფაქტობრივად ჩვენ დაბრუნდით რაღაცა ბუნებით მდგომარეობაში, სადაც უბრალოდ რაც მოუნდება იმას, ვისაც ძალაუფლება აქვს, ის შეიძლება მოგაწიოს და დაგმართოს. მაგრამ აქ ლაპარაკი ასე, ვინ იქნება ძლიერი? თუ ჩვენ ვიქნებით ძლიერები, ჩვენს მიმართ ამ კანონის ისინი ვერ გამოიყენებთ. თუ ჩვენ ვიქნებით სუსტები, უფრო და უფრო ხშირად გამოიყენებთ. ამიტომ ჩვენ უნდა გავაგზავნოთ წინააღმდეგობა, იმიტომ რომ სინამდვილეში კანონის დაცვაზე ან კანონის აღსრულებაზე კი არ არის საქმე, არამედ საქმე არის რეჟიმის შენარჩუნებაზე. თუ ისინი მოგვერევიან, ასეთ კანონებსაც მიიღებენ და სრულიად კანონის გარეშეც დაგვაკისრებენ. პასუხისმგებლობას როგორც აქამდე დაუკისრებიათ ბევრ სხვა შემთხვევაში, ხო? მზია ამაღლობებს, არავითარი კანონი არ დაურღვევია, არ არსებობს სისხლის სამართლის კოდექსში ნორმა, რომელიც სილის გარტყმის გამო ადამიანს ციხეში ჩასვამდა. არ არსებობს ესეთი კანონი. მაგრამ მაინც ჩასვეს მზია ამაღლობელი ციხეში. ასე რომ არა აქვს მნიშვნელობა დღეს კანონში რა წერია ხელისუფლებისთვის, ჩვენთვის რა თქმა უნდა აქვს, მაგრამ ხელისუფლებისთვის მნიშვნელობა არ აქვს. თუ მას უნდა რომ ჩვენ დაგვაჯარიმოს, თავისუფლება შეგვიზღუდოს, სამსახურიდან გაგვიშვას, მისი არის სასამართლო, მწვანეზე იტყვის ყვითელიაო, არა აქვს. ამიტომ აქვს მნიშვნელობა თვით ცენზურა. ზუსტად ამაზე მინდოდა სალომესთან ეს შეკითხვა დამესვა, რომ როდის იწყება კულტურაში ცენზურა, როდის იწყება კინოში ცენზურა, როდის იწყება თეატრში ცენზურა, მედიის თავისუფლების ასე ვთქვათ შეზღუდვა, ხო, როდესაც სიმართლეზე ლაპარაკს ვიწყებთ, როდესაც კრიტიკულები ვართ და როდესაც წინააღმდეგობაში მოვდივართ, მაშინვე თავს იჩენს ხოლმე ცენზურა და ამის მაგალითი კინოს ძალიან კარგად აქვს. ამიტომ ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ადამიანებმა, ვინც კინოსფეროში ვართ, მსახიობებმა თეატრში, არ ვიცი, ჟურნალისტებმა ტელევიზიაზე, ჩვენ პირველ რიგში ალბათ არ დავაყენოთ ჩვენი თავი თვით ცენზურის წინაშე. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და მე სწორედ მგონია, რომ აი საზოგადოებრივ მაუწყებელშიც არის იმ ჟურნალისტების, ასე ვთქვათ, მთელი ჯარი, რომელიც რაღაცნაირად პრინციპულად დაიცავს, მგონია, ამ ასე ვთქვათ, თავისუფლების ხმას, იმიტომ რომ არიან იქ ასეთი ადამიანები და სადღაც ეს უნდა გადაწყდეს, ესე ვფიქრობ. ანუ კულტურაშიც, მედიაშიც განსაკუთრებით ონლაინ მედიაში და ასევე ის ადამიანები, რომლებიც მუშაობენ საზმაოზე და ითხოვენ დღის ეთერის გახსნას, ძალიან ბევრი ადამიანი, რომელიც ითხოვს სიტყვის თავისუფლებას, აქ თვით ცენზურის საფრთხე არ არის პირიქით. ჩემი სფერო, კულტურის სფერო ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მეტად ხმამაღლა ყვირალია, იმიტომ რომ ჩვენ სფეროს ეს სისტემა შეეხო მანამდე რამდენიმე წლის წინ ჯერ კიდევ დაიწყო რეპრესია კულტურაში, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი მგონია დღეს რომ აი არიან ადამიანები, მდუმარე ადამიანები, მე ვეძახი მათ მდუმარე ადამიანს. არა კოცები, ასე თქვა, რაც კოცებს ეძახიან, ცოტა დამაკნინებელი სიტყვა არის, მაგრამ ნუ ესე ეძახიან, მაგრამ არიან მდუმარე ადამიანები. აი დღეს მდუმარე ადამიანები ჩემს არიან ყველაზე საშიშები, რომლებიც ხედან ტელევიზორთან, მნიშვნელობა არ აქვს, მთავარს უყურებენ თუ იმედს, მაგრამ არ ხმას არ იღებენ, არ დგამენ ნაბიჯს და არ გამოხატავენ, არ იცავენ საკუთარ არა თუ ქვეყანას, არამედ საკუთარ გარემოს, მოდი ესე ვთქვათ რა. ანუ ეს რა არის საქართველო, ხო, რაღაცა სხვა რაღაც. ეს რაღაც ძალიან ხანახან პატრიოტულ სადღეგრძელობები ვიცით და რაღაცა ჩვენი ქვეყანა მიყვარს და სიმღერებს ვწერთ საქართველოს, მაგრამ რა არის ჩვენი ქვეყანა? ხო, ჩვენი ქვეყანა არის გარემო, რომელსაც ჩვენ ვქმნით. არავინ სხვა არ ქმნის მას ჩვენს გარეშე. 30 წელია თუ რა ვიცი, 34 წელია, ხო, ვქმნით ჩვენს გარემოს. დავიწყეთ ნულიდან 91 წელს, წავედით მინუსებში 90-იან წლებში და თითოეულმა ჩვენგანმა, აი თქვენ ვინც აქ ხეთ ხართ,
ჩემზე უფროსებმა, ჩემზე უმცროსებმა, ჩემხელებმა, ჩვენ თვითონ შევქმნით ჩვენი გარემო. და დღეს, როდესაც შენ ხარ მდუმარე ადამიანი და ამბრო ეს არ გეხება და დამკვირვებელი ხარ, ეს არის ჩემთვის ყველაზე დიდი დანაშაული, ქოცობაზე უფრო დიდი დანაშაული არის რა. ამიტომაც ვისაც რა შეუძლია, ხო? ზოგს შეუძლია, რომ აქციაზე გავიდეს თუნდაც ერთი საღამოს იქნება 29-ში საზმოზე თუ სხვანაირს მიერ დღეს პარლამენტის წინ. იქნება ეს მეზობელთან საუბარი, იქნება ეს რაღაცა თუნდაც პოსტის დაწერა, იქნება ეს, არ ვიცი, რაღაც ქუჩაში გამოსვლა და ხმამაღლა რაღაცის თქმა. აუცილებელი რომ ყველამ რაღაცა წვლილი შეიტანოს, მოქალაქეობრივი წვლილი შეიტანოს თავისი გარემოს გაუმჯობესებაში. თუ არა და იცხოვროს მონობაში. მართლა ეს სისტემა, რასაც გვემუქრება, ეს არის მონურ სისტემაში, მომსახურე სისტემაში ცხოვრება, რომ ჩვენ ვემსახუროთ ხელისუფლებას და არაპირიქით ხელისუფლება ემსახუროს ხალხს. და ბოლო კითხვა მექნება, პრინციპში უნდა შევაჯამოთ, ორივესთან მექნება ესე კითხვა. 29 იანვარს 7 საათზე მასშტაბური აქცია იგეგმება საზმაოსთან და მაინტერესებს თქვენი როგორც საინიციატივო ჯგუფის წევრების მხრიდან გაქვთ თუ არა მოლოდინი, რომ ის რაღაცა კავშირი რაც აქამდე არსებობდა, იგივე ტელეფონის ზარები იქნებოდა თუ მიწერა, აღდგება საზმაოს რედაქციასთან და შეიძლება დაბრუნდეს ეთერები. ეს დამოკიდებულია იმაზე, ჩვენი მოთხოვნა ცხადი არის ეს, რომ ეთერი დაბრუნდეს, დღეს ეთერი გაიხსნას, მენეჯმენტი გადადგეს. ეს მოთხოვნები ძალაშია და ეს აქცია სწორედ იმას ემსახურება, რომ ამ მოთხოვნებმა სათანადო ადრესატამდე მიაღწიოს და ზემოქმედება მოახდინოს მათზე იმისთვის, რომ დააკმაყოფილონ ეს მოთხოვნები, ხო? ამიტომ რაც უფრო მეტი ადამიანი იქნება, რაც უფრო ძლავრი იქნება ეს პროტესტი, მით უფრო დიდი შანსია იმის, რომ ეს იყოს ეფექტიანი ინსტრუმენტი გავლენის მოხდენის მიმდინარე პროცესებზე, ხო? ეს იქნება ეფექტიანი მექანიზმი იმის, რომ ჩვენ მივიღოთ ის, რაც გვეკუთვნის კანონით. იმიტომ რომ აქ ლაპარაკი მარტივ რაღაცაზე, აქ ლაპარაკი კეთილნებაზე კი არ არის, აქ ლაპარაკი არის იმაზე, რომ ვალდებულება რაც და ფუნქცია რაც არის განსაზღვრული საზოგადოებრივი მაუწყებლის, მან შეასრულოს ეს ფუნქცია. ამიტომ ჩვენ მოუწოდებთ ყველა საქართველოს მოქალაქეს, ყველა ადამიანს, ვისთვისაც საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეა ძვირფასია, ვინც ფიქრობს, რომ მის მიერ გადახდილი გადასახადი უნდა ემსახურებოდეს საზოგადოების ინტერესებს და არა სახელისუფლებო ინტერესებს, უნდა მოვიდეს საზოგადოებრივ მაუწყებელთან 29-ში 7 საათზე და გააპროტესტოს ერთი მხრივ არსებული პრობლემები და მოითხოვოს მეორე მხრივ ამისი გადაჭრის გზები. ანუ ჩვენ ვიცით როგორ უნდა გადაიჭრას ეს გზები ეს პრობლემა ამ კრიტიკულ ვითარებაში, ხო? აი ამ კრიზისში როგორ უნდა გადაიჭრას. და ეს არ არის არაფერი რადიკალური ამაში. აქ ლაპარაკი არის prime time-ის აღდგენაზე, აქ ლაპარაკი არის დღის ეთერის გახსნაზე და ჟურნალისტებისთვის შესაძლებლობის მიცემაზე საკუთარი პროფესიული ვალდებულება შეასრულონ. რა არის ამაში მიუღებელი, რომელი მოთხოვნა არის ამაში მიუღებელი და ყველა იმ ადამიანს, ვინც თulis რომ არც ერთ ამ მოთხოვნაში არაფერი არ არის არალოგიკური და კიდევ ის რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტი ვინც ვერ ართმევს თავს ამ პროცესს გადადგეს. უნდა მოვიდეს, დადგეს სხვა ადამიანებთან ერთად, ვინც ამას ფიქრობს და იყოს სოლიდარული. იყოს სოლიდარული იმ პროტესტის მიმართ, იმ ჟურნალისტების მიმართ, ვისაც დღეს არ აძლევენ შესაძლებლობას. იმ ადამიანების მიმართ, ვისაც სათქმელი აქვს და ვერ ამბობს, ხო? იმ ადამიანების მიმართ, ვინც მენეჯმენტის მხრიდან განიცდის ზეწოლას. აი ეს ამისთვის ვიკრიბებით ჩვენ სამართლიანი, მარტივი, არარადიკალური მოთხოვნების გასატანად საზოგადოებრივ მაუწყებელზე. ამიტომ ჩემი თხოვნა არის ჩვენი მაყურებლის მიმართ, რომ 29-ში 7 საათზე შემოგვიერთდნენ. დავამატებ მოკლედ მხოლოდ რომ თავიდან ერთ-ერთ ვთქვით, რომ მედია არის ბრძოლის იარაღი და მინდა რომ თქვა რომ მედია არ არის ბრძოლის იარაღი, მედია არის ინფორმაცია და ინფორმაცია არის თავისუფლება, ინფორმირებულობა ნიშნავს თავისუფლებას. ინფორმაცია როგორც იარაღი, ასე ვთქვათ.
ეს არის ინფორმაცია ინფორმაცია როგორცია. ზუსტად ამას ვთხოვთ საზმაუსგან, რომ მან მან მიაწოდოს მაყურებელს ინფორმაცია, რომ მაყურებელმა გააკეთოს თავისუფალი არჩევანი, რომ მას ქონდეს კრიტიკული აზროვნების სივრცე. და ზუსტად აი ამ კრიტიკული აზროვნების, ამ მწვავედ საჭირო კრიტიკული აზროვნების სივრცის მოსაპოვებლად მე მიმართავ მაყურებელს, რომ მოვიდეს 29-ში 7 საათზე საზოგადოებრივი მაუწყებლის წინ. ძალიან დიდი მადლობა წარმატებებს გისურვებთ. დარწმუნებული ვარ, რომ 29-ში ძალიან ბევრი ადამიანი შეიკრიბება საზოგადოებრივ მაუწყებელთან და დარწმუნებული ვარ, რომ რაღაცნაირად წარმატებულად დამთავრდება ეს ბრძოლაც. გაიმარჯვებს აუცილებლად სიმართლე და თავისუფალი სიტყვა. დაგემშვიდობებით, მშვიდობიან დღეს გისურვებთ. ჩვენ ხანმოკლე რეკლამაზე გავხდით და რეკლამის შემდეგ მზია მაღლობელზე უნდა ვისაუბროთ. ეფექტურადზე შემოგვიერთდება ბათუმ მათუმელების რედაქტორი და ძალიან მალე დაგიბრუნდებით.